12 წლის წინ იყო, რომ ჩემ შულთან პირველად შევამჩნიათ სირთულეები. აუტიზმს რა ახასიათებს, რომ ბავშვი ვითარდება, თითქოს ჩვეულებრივ, მაგრამ მერე მიდის რეგრესი და ეს რეგრესი არის სწრაფი. მაგალითად, თვალშისაცემია, ხო, მაგალითად ბავშვი გიყურებდა თვალებში, რეაგირებდა სახელზე, ლაპარაკობდა კიდეც და მიზანმიმართულით შეიძლება ყოფილიყო ის ლაპარაკი და ძალიან ცოტა ხანში ეს ყველაფერი ქრება. ბავშვი თქოს იკეტება, აღარ ლაპარაკობს საერთოდ და ასე შემდეგ. დიაგნოსტირების თვალსაზრისით, ცუდი გამოცდილებები არის ძალიან ბევრი. შობილს ხშირად ეუბნებიან, შენ რაღაცა გეჩვენება, შენ რაღაცას ამეტებ, მამა ბავშვის ან ბიძა ან ვიღაცა 4 წლამდე არ ალაპარაკებულა და არ აუშავს ახლა თუ არ ლაპარაკობს. 2 წლისას უკვე პატარა წინადადებებს უნდა აბამდეს, ხო, რაღაც ეს არის სტანდარტი და მაგალითად თუ ამას არ შეესაბამებან, მშობლებს ასე ამშვიდებენ ხოლმე და არ გინდა ახლა რა გინდა და ასე შემდეგ. ყველაზე მთავარი პრობლემა სტიგმაა. მშობლების და ოჯახების მხრიდან საკუთარი შვილების მიღების ცეთების როგორებიც არიან და შემდეგ უკვე სერვისებში მათი ჩართვის. არავინ არ მინდა ეს ისე აღიქვას, თითქოს მშობელს ვადანაშაულებ, იმიტომ რომ მე თავად მშობელი ვარ და ძალიან კარგად ვიცი და ვხვდები და ვიცნობ მშობლებს, რომლებიც ვერ გადიან ამ გზას. ვერ უმკლავდებიან იმას, რომ თვალი გაუსწორონ პრობლემას და შემდეგ მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა. თუ ვინმე მშობელი მოგვისმენს და ფიქრებს, რომ მე რაღაცას ვერ ვაკეთებ, მინდა რომ ყველა მშობელს ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ეცადონ რომ იპოვონ სივრცეები სხვა მშობლებთან ერთად. იმიტომ რომ როგორც წესი, ამ სივრცეებში ხდება ხოლმე როგორც პრობლემის იდენტიფიცირება, ისე მოდი ახლა რაღაც გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, თემს ვგულისხმობ და სპეციალისტებს, რომლებიც სულ გვერდში გვიდგანან. ეს სპეციალისტები კი ხშირად არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ან ექსპერტები, რომლებსაც ჩამოაქვთ ცოდნა, ან რომლებმაც ისწავლეს, ხო, როგორ უნდა განეხორციელებინათ ესა თუ ის სერვისი და მარტო სერვისი კი არა, მიდგომები, კონცეპტუალურად როგორ უნდა ვუყურებდეთ საერთოდ თუნდაც ხო შეზღუდულ შესაძლებლობას. ისევ ეს ორგანიზაციები არიან ხოლმე როგორც ის ადგილები, სადაც შეგიძლია მიხვიდე და ბავშვი შეაფასებინო, ასევე არის ეს ადგილები, სადაც უკვე სერვისები უნდა მიიღო და პირდაპირ ჩვენ გვეხება, ძალიან პერსონალურად აღვიქვამთ ამას თემში, რაც ხდება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებითაც, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები პატარ-პატარა გრანტებით და პატარ-პატარა პროექტებით დაარსნენ მან თავის დროზე და მამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა, რომ რეგიონებში გასულიყვნენ. ეს ორგანიზაციები ახლა სულ ზღაფავენ. ფაქტიურად გამოდის, რომ რასაც ჯანმრთელობა შევალიე, იმას უკან მიტრიალებენ. თუნდაც მაგალითად ახლა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების რეესტრი, რაც უნდა შეიქმნა საერთო, რა გამოდის, რომ სტიგმას აღვივებენ, იმ სტიგმას ზუსტად, რომლის წინააღმდეგაც ამდენი ხანია ვიბრძვით ამდენი ადამიანი.